პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მერიასა და საკრებულოში სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსი 13 პოზიციაზე გამოცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის საშუალებით. ადმინისტრაციულ სამსახურში 2 სტაჟიორის მიღება იგეგმება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და სივრცით მოწყობის სამსახურში 3 სტაჟიორის, იურიდიულ სამსახურში 2, შიდა აუდიტის სამსახური 1, მუნიციპალური ინსპექცია 1, საფინანსო საბიუჯეტო სამსახური 1, საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და საქმის წარმოების განყოფილებაში 3 სტაჟიორს ელოდებიან. სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას უქმნის მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის მიზანია სტუდენტებს საკუთარი მონაცემების გამოვლენისა და გაუმჯობესების შანსი მიეცეთ. საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ზესტაფონში წაბლნარში სოკოვანი დაავადების წაბლის ქერქის კიბოს მიერ დაზიანებული კორომების მდგომარეობის მონიტორინგი მიმდინარეობს. როგორც ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის უფროსი დათა კობახიძე ამბობს, დაავადება განსაკუთრებით ინტენსიურად დასავლეთ საქართველოში გვხვდება. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით სანიტარულ ჭრებთან ერთად დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა სოფელ ბოსლევში სატყეო პათოლოგიური კვლევების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით განხორციელდა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოსლევის მიმდებარედ. უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ფართობზე წაბლის კორომი საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. გამომდინარე იქიდან, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე განსაკუთრებით გააქტიურდა ეგრეთ წოდებული წაბლის კიბო, რომელიც სოკოვან დაავადებას წარმოადგენს და ძალიან დიდ პრობლემას უქმნის წაბლის ხეებს. უნდა აღინიშნოს, რომ წაბლის ხეები წითელი ნუსხით დაცული სახეობაა, შესაბამისად ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ რეჟიმში ცდილობს და ახორციელებს ღონისძიებებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს ამ წაბლის კიბოს დაავადების გავრცელების რისკი. ასევე უნდა ითქვას, რომ კლიმატის ცვლილებების ფონზე ისევ გამოჩნდა ინვაზიური სახეობა წაბლის მეგალე, რომელიც მწერია და პირდაპირ საფრთხეს უქმნის წაბლის, ესე ვთქვათ, ამონაყარს, წაბლის ფოთლებს, წაბლის კვირტებს და საერთო ოჯახში წაბლის ნაყოფ ხმოიარობას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ეროვნული სატყეო სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს და გეგმავს გარკვეულ ღონისძიებებს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი წაბლის ხმობა. შესაბამისად, ერთ-ერთი აუცილებელი ღონისძიება საინტარული ჭრის განხორციელება. ტერიტორიიდან მაქსიმალურად გამოდის დაზიანებული ხეები, ზეხმელი ხეები, შედეგად ვიღებთ ჯანსაღ კორომს და მიმდინარეობს ტერიტორიაზე მონიტორინგი, რათა სამომავლოდ საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმოს აღდგენის ღონისძიებები. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში წაბლიან კორომში გავეცანით არსებულ ვითარებას. მე-19 საუკუნიდან საქართველოში შეინიშნება წაბლის ხმობის ფაქტები, განსაკუთრებით ეს არის თვალშისაცემი დასავლეთ საქართველოში. ეს არის გამოწვეული წაბლის ქერქის კიბოთი, რასაც დაემატა მავნებელი მწერიც. აღნიშნული წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურ საშუალებად ითვლება სანიტარული ჭრები, ბუნებრივი გარემოდან დაავადებული ხეების ამოღება, ამავდროულად ბიოლოგიური კონტროლის მექანიზმიც აქტიურად გამოიყენება. ანაკლიის სპორტში ფსკერის დაღრმავება დაიწყო. უნიშნულოვანეს ეტაპზე გადავიდა ანაკლიის ხმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროცესი, შესაბამისად შემოვიდა პირველი დამაღრმავებელი გემი. სამუშაოებს მსოფლიოში აღიარებული ბელგიური კომპანია, ეგრეთ წოდებული დიდი ოთხეულის წევრი, Yande 0 ჯგუფის ფლოტის დამღრმავებელი გემი, ტრისტაო და კუნა ახორციელებს, რომელიც საქართველოს საზღვაო აკვატორიაში რამდენიმე დღის წინ შემოვიდა. გემი ტალღმტეხელის ძირში, დაახლოებით 1 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთზე ზღვის ფსკერს 3 მეტრის სიღრმეზე დააღრმავებს. ტრისტაო და კუნას ტალღმტეხელის ძირის მოწყობისთვის დაღრმავებითი სამუშაოების განსახორციელებლად დაახლოებით 1 თვე დასჭირდება,
ხოლო შემდგომ კი გადაინაცვლებს აკვატორიის დასაყრმავებლად. ხმელეთის მხარეს ქვისა და ღორღის ჩაყრის, ტალღმტეხის საწყისი ტანის 150 მეტრის სიგრძის პირველი მონაკვეთი შენდება. თქვენ ხედავთ, რომ უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები, საზღვაო სამშენებლო ტექნიკა, მათ შორის ეგრეთ წოდებული long reach ესკავატორები, რომელიც უზრუნველყოფენ მაღალი ტონაჟის ქვების და ბლოკების ჩაწყობას ზღვაში, მუშაობენ ანაკლიაში. ამასთანავე ობიექტის გეოდეზიური და გარემოს დაცვითი მონაცემების მოპოვება უწყვეტ რეჟიმში თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და საჰაერო ლიდარ დრონების მეშვეობით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში იან-დე 0 ჯგუფის ფლოტის უფრო დიდი ზომის დამღრმავებელი გემი აი იდრისი შემოვა. ორივე გემი ერთობლივად განახორციელებს პორტის აკვატორიის შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხის დაღრმავებით სამუშაოებს, რის შედეგადაც ანაკლიაში ფსკერი დაახლოებით 17.5 მეტრამდე დაღრმავდება და აშენდება 1376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი. 17.5 მეტრიანი სიღრმე უზრუნველყოფს შავ ზღვაში მცურავი ყველაზე მაღალი ტვირთამწეობის კონტეინერ მზიდების მიღების შესაძლებლობას. პანამაქს, პოსტ-პანამაქს და სხვა 1376 მეტრის სიგრძის მქონე ტალღმტეხელი უზრუნველყოფს 700 მეტრამდე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების უსაფრთხო მშენებლობას და მის 95%-იან ღიაობას წლის ჭრილში. ასევე მშრალი ნაყარი ტვირთების 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების მშენებლობის შესაძლებლობას იძლევა როგორც კონვეიერით გადასატანი ტვირთების ტერმინალებისთვის, ასევე სპეციალიზებული გამოყოფილი ტერმინალებისთვის, რაც სრულ თანხმედრაშია როგორც პირველი ფაზით გათვალისწინებული მშენებლობის, ასევე პორტის შემდგომი ფაზების განვითარებასთან. პირველი ფაზა დასრულდება და პორტი ოპერირებადი იქნება 2029 წლის ბოლოს. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ანაკლია ლენდლორდის მოდელით განვითარდება, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ფლოტებს პორტის ძირითად ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები და კომპანიები განავითარებენ ტერმინალებს და შეუდგებიან ოპერირებას. აღნიშნული მოდელი ქმნის კონკურენტულ გარემოს, ხელს უწყობს საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას, ტვირთნაკადების მოზიდვას და პორტის ეფექტიან ფუნქციონირებას. ეს მოგცემს იმის საშუალებას, რომ სოფლიოში ყველაზე მეტად აპრობირებული მოდელი დავნერგოთ ჩვენ ანაკლიის ხმაწყლოვან ნავსადგურში. შესაბამისად 2029 წლისთვის სრული სვლით ავამოქმედოთ ანაკლიის ხმაწყლოვანი ნავსადგური. უშუალოდ საპორტო ინფრასტრუქტურის გარდა, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ქსელის, ახალი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მშენებლობას. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გაფორმებული ერთობლივი დეკლარაციის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. მამაკაცი უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით შეთქმულების მატერიალური მხარდაჭერის აღმოჩენისა და აღმოჩენის მცდელობის ბრალდებით იძებნებოდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული პირი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ერთ-ერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოფრენისას დააკავეს. ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოების ცნობით ძებნილმა პირმა უცხოური ტერორისტული ორგანიზაციისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მიზნით ამერიკის შეერთებულ შტატებში დაჯგუფება ჩამოაყალიბა. ამავე მიზნით ასევე შექმნა ფინანსური დახმარების ქსელი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. აღნიშნულ დაჯგუფების ლიდერი და წევრები აქტიურ მატერიალურ და ტექნიკურ ფინანსურ მხარდაჭერას უწევდნენ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებს, მათ შორის ისლამურ სახელმწიფოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად უკვე მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.